gogagg.com გზაჯვარედინი დადგა დრო ერთმანეთი გავიცნოთ ასიმ შეკიფ კაია გამარჯობა როგორც იქნა ერთმანეთი გაიცანით დიახ როგორც იქნა მთავარი გმირი გავიცანი შემოგვიერთდა რათა საკუთარი ხელით მოწყობილ ქარიშხალს თავი დააღწიოს ქარიშხალი თქვენი მიკერძოებული ურთიერთობის გამო დაიწყო, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ქარიშხალი ჩადგა, მაგრამ ღრუბლები ელექტროობით არის სავსე. იმედია ახლა მომავალში მხოლოდ ზურგის ქარი დაუბერავს. მიდი გაერთე. მერტი სად არის? არ ვიცი, სადღაც აქ იყო. გამარჯობა. არა. ნუ თუ ასეთი უიღბლო ვარ. როგორ ხარ? ყველაზე კარგად. აქ ბოლო ღამეს ვატარებ. მართლა? ესე იგი ხვალიდან ყველა თავის სამყაროს დაუბრუნდება? ასე გამოდის. მაგარია. წარმატებას გისურვებ. შენს. შეხვედრამდე. სადიღავი. სამსახურიდან ხომ დაეთხოვე? ნარგიზის დაბადების დღეზე, მხოლოდ 2 საათი დავრჩი. მამა შენმა რომ გაიგოს, ვერაფრით დაგეხმარები. შენ რა, დალიე? არა, უბრალოდ ლიქიორიანი შოკოლადი ვჯამე. გეფიცები? რა ხდება? სუფრა ჯერ არ გაგიშლიათ? ახლავე მამა, ახლავე. მხოლოდ ხელებს დავიბან. ბიტნა მაინც დაღეჭე უსინდისო. ღმერთო ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება. არ გინდა, თავბრუმ ესხმის. თავი დამანებեք, ხო? მეც თავბრუმ ესხმის, როცა გიყურებ. უკვე სუფრას ვშლი კი აზიმ. ფადიშახს ხომ არ უშლით სუფრას? შიმშილით გვდები. ამ საღამოს მოსაწყობად ბევრი რამის გაკეთება დამჭირდა, მაგრამ ამათ ღირდა. ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ აქ მოსვლა როგორ გაბედეს?
ენდერბან წვეულებაზე რა მოიყვანა? ხომ იცით, ბაზრობაზე ყველანაირი ადამიანი დადის. დედა, მე თვითონ. მირას ეჭხუბე? არა. მასთან ერთად რატომ არ ხარ? ვის თავი დაანებე. ნახავ ბიჭები რას აკეთებენ. გაიღიმე მაინც. გთხოვ. მიმატოვე და მის გამოწახვედე. რა ვის გამო არ წასულ ვარ? იმიტომ წავედი რომ გამაბრაზე. საკუთარ დანაშაულს სხვას ნუაბრალებ. იცი რა პრობლემა გვაქვს? ერთმანეთს ძალიან ადრე შევხვდით. რას გულისხმობ? იცი ამ საღამოს არ საწახვიდეთ, ხო? ჩვენი ურთიერთობის გაფუჭების უფლება არავის მისცე. სათამაშო ქვები. მომაცი. ოჩა ხეილიუ. შესანიშნავია. ძალიან მაგარია. როგორც იქნა, დაუჯერებელია. რა ქვია? მერტი. მერტ, კიდევ ერთხელ შეუბერე. მურატ, საოცრება ხარ. არ გჯერა. გთხოვ, კიდევ ერთხელ შეუბერე. მიდი. მერტი. დაუჯერებელია. აქ იყავი და არ წახვიდე. როგორ ერთობი? ჯერ შევჭამ და მერე მივხვდები. სელიმ. იმ ბიჭზე, იამანზე მინდა გითხრა. მგონი ნაადრევი დასკვნები გამოვიტანე. ამიერიდან ყველას მოუწევს დაფიქრება. გულწრფელად გიხდი ბოდიშს. ვიცი ცოლ-ქმარს როგორ გიყვარს ხვების დახმარება. რაც ენდერმა ჩვენთვის გააკეთა უბრალოდ წარმოუდგენელია. არც დაფიქრებულა ფაროქს ისე დაეხმარა. მადლობელი ვარ. ეს არის ნამდვილი მეგობრობა. $500,000 ცოტა არ არის. ჩვენს დროში ამდენ ფულს ვინ მოგცემს? ენდერის წყალობით თავისუფლად ამოვისუნთქეთ. ორივეს დიდი მადლობა. მეგობრს გაჭირვებაში გაიცნო მსუდე. მადლობის თქმა საჭირო არ არის. ამდენი ფული საწავიღო. როგორ გამიმართლა? რა ბედნიერი ვარ. მოგებული ფული სახლში არ მოგვაქვს. უთშივდეთ შესაწირის სახით. რა? ვინ თქვა? მე რა, სულელი ვარ? მოიცათ, სად მიდიხართ? ნახეთ როგორ ვთამაშობ. კიდევ ბევრ ფულს მოვიგებ. შარვალსაც კი წააგებ. აი ნახავ. აიღე ძმაო, აიღე. იცოდე მეწყინება. ის იმიტომ რომ მიყურებდი.
ნახეთ, რამდენი ფული მოვიგე. რაიღვლიანი მყოფილ ვარ. ძალიან ბევრი ფული მოვიგე. ძალიან ბევრი. იქნებ მეტი აღარ დალიოთ. ხო, იმდენი წვენი დაბლიე, რომ გავიბერე. ძირფასო, შეიძლება დაგელაპარაკო. რა თქმა უნდა. კი ბატონო. რა მოხდა? როგორც იქნა? სათამაშო მოიგეთ. დიდი მადლობა. ბერენ, ეს შენ. პანდა უკვე ყავს. ხუმრობ, მამა. იცი, სელიმს ფულზე არაფერი სოდნია. იმედი არაფერი გითხოვს. მე ხომ არ ვიცოდი, რომ ეს თქვენი ერთ-ერთი საიდუმლო იყო. მადლობის თქმა მინდოდა. მეგონა სელიმმა იცოდა. ეს რა ჩაიდინეს უდე? 500,000 დოლარი ენდერ. 500,000 დოლარზე ვლაპარაკობდით. ეს იმაზე მეტია, რასაც მე წელიწადში ვიღებ. ჩემი ფული მივეცი. რა მნიშვნელობა აქვს ვისი ფული მიეცი? ამდენი, როგორ მიეცი? მე ხომ არ მიჩუქებია სელიმ. ვასესხე. რა მნიშვნელობა აქვს? რატომ არ მითხარი? რატომ დამიმალე? ფარუქს არ უნდოდა, რომ ვინმეს მისი ამბავი გაეგო. მე ხომ ვიღაც არ ვარ ენდერ. შენი ქმარი ვარ. უნდა გეთქვა. გესმის მაინც რა მდგომარეობაში ჩამაგდე მხოლოდ იმიტომ, რომ ფარუქს დახმარებოდი. გესმის? გთხოვ დამშვიდი. არც კი იკადრე, რომ ჩემთვის გეთქვა. სელიმ, გთხოვ. მე უღლეს პირად საქმეზე ველაპარაკები. კარგი. დედა ჩემი არ გინახავს? დღეიდან ახალი ცხოვრება მეწყება. იცი ეს რა არის? ეილიულმა მოკოცა. სარფ, სათხარ. მოვდივარ. სახელი ხომ თავარი არ არის. ჭირდები. დედა? ქორწილი ვერ დაგვაშორებს. ვერც ციხე. მეგობრების ჯინაზე ღმერთი გადაგვარჩენს. ამბობენ გაუთხოვარიაო. დაეთქვან. ამბობენ ცოდვაო. დაეთქვან. რაც უნდათ ის თქვან. ბედნიერებაც ჩვენია და ცოდვაც. და ამ მტრები შურისგან გაწკდნენ. რაც უნდათ ის თქვან. შენ კაცი ხარ. ბედნიერებაც ჩვენია და ცოდვაც. და ამ მტრები შურისგან გაწკდნენ. დიახ, ჩვენთან პროფესიონალი მომღერალია. ბედნიერებაც ჩვენია და ცოდვაც. წავიდე დედა. სად მიყავს დედა შენი? ამ სიამოვნებას ნუ მოგვაკლებ. ფრთხილად დედა, ფრთხილად. იამან. მიბრაზდები? მეგობრებო, გართობა გავაგრძელოთ. გამაგდი. ჩემი ჩანთა. ეს არის შენი შედევრი. მირა, მოდი აქ. მირა, ჩამოდი.
წავედით. გძინავს თუ ჩემზე ფიქრობ? გძინავს. დედა. დედა, სად მიდიხარ? სახლში ბრუნდები. დედა. ეს საიდან მოვიდა? მე დავურეკე. რას ამბობ? და გავიწყდა რაზე ვილაპარაკეთ. არავინ გჭირდება, მით უმეტეს ეს ნაძირალა. დავურეკე და ბოდიში მოვუხადე. არა. მე ასეთი ვარ. ხასანის გარეშე არ შემიძლია. არ შემიძლია. მიყვარს. ტყუილია. მე ჩემი გზა მაქვს და ჩემი თანამგზავრი მყავს. არ გაგიშვებ დედა. ვინ გიკითხება? ერთი ამას უყურეთ. შენი ღირსი არ ვარ. შვილო, შენ მხოლოდ საუკეთესო შეგეფერება. დედა. მიყვარ ხარ.
მამა. მამა, ნუ წახვალ. მამა. მამა, არ წახვიდე. მამა, არ წახვიდე. დაინახეთ არა? ჩვენს ოჯახში ყველა გაქცევაზეა. თვითონაც არ ვიცით რას ვაკეთებთ. ძალიან მწუხარ. ნუ დარდობთ. მეც მივდივარ თქვენი ცხოვრებიდან. დედა, ეს რატომ ჩაიდინე? იამა, კარგად დაიჭირე. წამოიყვანე. კარგად დაიჭირე. დედა, რატომ? დედა, კარგად ხარ? ფრთხილად იამან, ფეხი არ დაგიცდეს. დედა, კარგად ხარ? მოდი, უკვე ნაპირზე ვართ. დავაწვინეთ. აი ასე. დედა, ეს რატომ ჩაიდინე, დედა? დედა. კარგად ხარ? დედა. დედა, როგორ ხარ? გამაგდი დედა, არ დახტოვებთ. ხასანი არსად წასულა, დაბრუნდება დედა. ნევინ. აღარ გაბედო მისი გაბრაზება. იცოდე მეორედ ფეხებს მოგამტრევ. შენს გამო გადაწყვიტა თავის მოკლა. შენს გამო. შემომხედე. ნევინ, არსად წავსულარ. არ წავსულარ, აქ ვარ. კარგად ხარ? აქ ვარ. როგორ მელაპარაკები? კარგად დაიმახსოვრე, იამანი, ჩვენი პრობლემა არ არის. არც ხალხისთვის გამართული საქველმოქმედო საღამოები იყო ჩვენი პრობლემა, მაგრამ მათთვის რაც შეგვეძლო ყველაფერს ვაკეთებდით. არა? მაგრამ მე სახლში არავინ მომიყვანია. ჩვენი საზღვრები არ დამირღვევია. ვერავინ დამადანაშაულებს იმაში, რომ ჩემს ოჯახზე ვზრუნავ. იამანი უდანაშაულოა და ბაბუას გამოვა პატიმრობაში. თუ უდანაშაულოა, სამართალი ისედაც იზეიმებს. ნეტავ რა სიტყოდი მის ადგილას მე რომ ყოფილიყავი. ჩემი ოჯახი თქვენ ხართ და არა იამანი. ძალიან გაუმართლა. დედა, შენი გაღვიძება არ მინდოდა. რა მოხდა? ზუხანდელი საუბარის გამო მამამ ოთახიდან გამოგაგდო? რა იყო? უბრალოდ გეხომრი, არ იტირო. მართლა გინდა რომ იამანი აქ დარჩეს? მიდის? არა, მოიცა. დავიდე ანებე, მას ახლა მარტო ყოფნა სჭირდება. რა მოხდა? ისევ რამე უთხარი? ამჯერად მე არაფერ შუაში ვარ. დედა მისმა მიატოვა. მოიცა. ვერ მივხვდი. რომელიღაც ჩვენგანი სიზმარში ვართ, მაგრამ რომელი ვერ ხვდები. კარგი, დამშვიდი. ყველაფერს აი ეს მესმის.
სტუმრების ოთახიც ამას ქვია. აშკარად ფულში ცურავენ. ჰასანი გწევდა ხოლმე? გემოვნებაც კარგი ქონიათ. დედა. მოკლა რა თქმა დაუპირე. რა ჩაიდინა? მოიშვი მაგ თემას. არ მინდა მასზე საუბრით, ხასიათი გავიფუჭო. ყველაფერი დასრულდა. ხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა განქორწინდებით. განქორწინდებით. მომცილდეს თავიდან. საკმარისია, ისედაც ცხოვრება გამიმწარა. საარსებო ფულს ჩემითაც ვიშოვი. ეს არც აქამდე გამჭირებია. არ მინდა ძველებურად კლუბებში იმღერა. არ გინდა? მაგრამ შვილო თავი ხომ უნდა ვირჩინოთ. შენი ძმისგან ხეირი არაფერია. შენგი უნდა ისწავლო. ვისწავლი და თან ვიმუშავებ. დღეიდან ყველაფერზე თვითონ ვიზრუნებ. ყველანაირად დაგეხმარები. დამიჯერე არაფერს მოგაკლებ. ესე იგი, ასეთივე სასახლეში მაცხოვრებ და მართლა არაფერს მომაკლებ? რაც შემიძლია ყველაფერს ვიყონებ. თავარია ის ნაძირალა ჰასანი მოიცილო თავიდან. შვილო, შენ ოღონდ მითხარი. რა გატირებს? უნდა გიხაროდეს. თავშესაფარში ხომ არ დაგიტოვებია? საიმედო ოჯახს მიაბარე. ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი აქვთ. იმიტომ დაგირეკ რომ იამანი მხოლოდ მაშინ დამანებებს თავს თუ შენს გვერდით ვიქნები. ვიცი რომ მხოლოდ ასე შემიძულებს. ხო, ამიტომაც დაგიბარე. რადგან ვიცოდი რომ ამით ჩემს რწმენას დაკარგავდა. მაგრამ გეფიცები ხასან. ჩემ შვილს თავს თუ არ დაანებებ. მაინც შეავიწროვებ, ფულს გამოზალავ, ან მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მისცემ. იცოდე, აღარ დაგინდობ და მართლა მოკლავ. ახლავე გადადი მანქანიდან. გადადი. გითხარი გადადი მეთქი. ეს რა ხდება? სათამაშო გონი ვარ, რომ როცა გინდა დამიბარო და როცა გინდა გამაგდო. ახლავე გადადი მანქანიდან. ხელი არ მახლო. კიდევ აქეთ მემუქრები? იდიოტი. ლამის სიცოცხლეს გამომასალმე. განცხადება გამოვიტანე და ამ ყველაფრის მიუხედავად პირველივე დაძახებაზე მოვედი. გამომივიდა აქ დედოფალი. გეუბნები ჩემ შვილებს თავი დაანებე. ახლოს არ გაეკარო. ჩემს გარდა დასარეკი არავისთან გაქვს და კიდევ აქეთ მემუქრები? გადადი მანქანიდან. გადადი. მიდი. შენმა შვილებმა მოგხედონ. მიდი. რა იყო? რა? შენი შვილი სიმღერას იგზავნის? სწავლას თავს დაანებებს და უფროსი ძმის ყავს გაყვება. ნევი, ერთჩვენი ერთ დღეს მაინც გაიგებს მამამისს რა ბედი ეწია. მე რასაპირებ? მარტო დარჩები. სულ მარტო. ასე ნუ მიყურებ. ნუ მიყურებ. აზრე თუ გვიან მაინც მოგიწევს სიმართლის თქმა. გეუბნები, წადი ჩემი ცხოვრებიდან. რაღაც უცდი. ნევინ, ვის ვეუბნები? გადადი. როგორ მომაბეზრეთ თავი? წერილები მოიტანეს. მომეცი. ნეჯატი პატიბოღლუ. შენთან წერილია. რეჯიბოღლუ. მადლობთ. ბატონო რეჯიბ, მადლობთ. ბატონო მეტი, მადლობთ. სემიხ ბახჩი. გაიხარეთ, მადლობ. არაფერს გავამართლე. მადლობ. არაფერს. კენა, შენთვის არც დღეს არის წერილი. დააცადეთ, ჯერ ახალია. მართალია.
დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა ღმერთს, გუშინდელ სამარცხვინო საღამოზე არაფერს წერენ. შენ კი გული გისკდებოდა, პრესა რომ არ მოვიდა. თორემ პირველ გვერდზე გამოგჭიმავდნენ. დილამშვიდობისა. თავით კი ვაძვირფასო. ძალიან. ისევ შაკიკი მაქვს. ეგ შაკიკი კი არა. გუშინდელი საქციელი სამაგიეროა. შენ და ენდერმა შეთანხმებულებივით მთელი საღამო ჩამაშხამეთ. რა თქმა უნდა, ენდერი ასე სპეციალურად მოიქცა. შენ კი მის წისქვილზე დაასხი წყალი. დედა ძალიან გთხოვ, დამაცადე გონს მოსვლა და მერე დაიწყე ჩხუბი. ვინ არის? დილამშვიდობისა უმიტჩი. ბოდიშობას არ დაგიწყებ იმისთვის რომ გაგაგვიძე. რადგან დიდხანს ვეცადე შენთან დაკავშირებას. დაკავებული ვიყავი მაპატია. თუმცა ჩემი შეტყობინება მიიღე არა? იმ კვირაში ფული მჭირდება. ხო, შეტყობინება მივიღე, მაგრამ არ მგონია ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს. იქნებ ერთხელაც გვეცადა დალაპარაკება. ამდენი დრო არ მოხს. ანგარიშიდან სასწრაფოდ უნდა მოხსნა $400,000. იმ კვირაში მიწის ნაკვეთის ყიდვას ვაპირებ. მაგ მიწაში ფულის ჩადებას ჯობს ჩემს წინადადებაზე დაფიქრდე. მოვჭეთ ამაზე ლაპარაკს ფარუკ. ხომ გითხარი შენი შემოთავაზება არ მაინტერესებს. მოკლედ კვირის ბოლომდე ჩემი ფული უნდა დამიბრუნო. ხუჩაბას. თუ პარასკევს, რომელი გირჩევნია? უნდა გადავამოწმო. მოდი ერთ საათში დაგირეკავ. თვითფრინავში ვждები. ორმლი უნდა გავთიშო. რომ ჩავფრინდები დაგირეკავ. ნუ მოფიქრებინებ რომ ჩემი გაცურება გინდა. ხომ გითხარი დაგირეკავ. კარგი. შენ ზარს დაველოდები. ნახვამდის. გმადლობ, რატომ შეწუხდი? მარცხენა თვალი საშინლად მტკივა. იმღერე და გაგივლის. დატკბი, შენმა მეგობრებმა შენი სიმღერის კადრები გამოაქვეყნეს. მალე ალბათ გაზეთებში დაბეჭდავენ. მაჩვენე. ჯერ სათხარ, თავის ტკივილი მერე ნახე. ოჯახით შეერცხვინე და თავით შეერცხვინე. ხალხს ოღონდ საჭორაო მიეცი. აუცილებელი იყო ყველა სალაპარაკოდ გაგეხადა თავი. არ მახსოვს ოდესმე ასეთი სირცხვილი მეგრძნოს. რომ მახსენდება ახლა წყალყზე მიდგება თმა. ვითომ ის სამარცხვინო სანახაობა არ კმაროდა და ჩემი შვილიც სცენაზე აიჭრა. ნორმალურად მაინც ემღერა. ნამდვილად არ მეხუმრება. წუხანდელის გახსენებას კი მზარავს. დედა, იამანის დედა შენ აიყვანე სცენაზე. მისი სახელის ხსენება არ გაბედო. ქალბატონი ენდერის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება გინდოდა და პირიქით გამოვიდა. რაც ისულელეს ამბობ. მე მხოლოდ სიტუაცია განმოხდე, რომ უარესი არაფერი მომხდარიყო. ვინდა გავალა სიტუაციის განმოხდვა. თანაც შენი ხმით. შენ კი ნუერები, ცანცარა. ცანცარას ნუ მეძახი. ბერე ნუერები. საკმარისია. კმარა. გუშინელ საღამოზე მეც მაქვს საქმელი, მაგრამ ჩუმად ვარ. მოვჭეთ ამ თემაზე საუბარს. არა უშავს. კარგია რომ ის ბიჭი დედამისიანად მიბრძანდება აქედან. იმედია ძველებურად მშვიდი ცხოვრება დაგვიბრუნდება. ღმერთო, მეც ამტკივდა თავი. რა სხვანაირი ხარ? ყველასგან განსხვავდები, ვისაც კი ვიცნობ. ვერ ხვდები ეს ქებად ჩავთვალო თუ საყვედურად? ქებად?
მოკლედ ჩვენებმა ძალიან ინანეს ის ქალი რომ წამოიყვანეს. შენ ხომ არაფერი გამოგეპარება. დილამშვიდობისა. ჩანთით რატომ ხარ? მიდიხარ? ყველაფრისთვის დიდი მადლობა. რას ამბობ შვილო? სამადლობელი რა გავაკეთეთ? სრულნელობას არ მაკლებდით. ნუ მე მშვიდობები, სამუდამოდ ხომ არ მიდიხარ? შემოგვიარე ხოლმე. კარგი? ნახოთ. ის რას ნიშნავს? კარგი რა იამან. შვილო, შენ კარგი ბიჭი ხარ. ძალიან გთხოვ, ყურადღებას ნურავის მიაქცევ. შეეცადე და მიზანს უსათუოდ მიაღწევ. ბატონ სელიმს ღვიძავს? ყველას ღვიძავს და სასტუმრო ოთახში გელოდებიან. ბარგი ჩაალაგე? ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა. მამა. იამან, შეგიძლია ჩვენთან დარჩე? ო, სად უნდა წახვიდე? რა უნდა ქნა? რამეს მოვიფიქრებ არ ინერვიულად. ვიცი რომ სახლში დაბრუნებას არ აპირებ. გავიგონე შენ და დედა შენი რასაც ლაპარაკობდით. არა ვინ გყავს? სად უნდა იცხოვრო? მითხარი სად აპირებ წასვლას? ასე ვერ გაგიშვებთ. მამა, ხომ ასეა? დედა. არ გინდა. ასე უარესად ვიძაბები. რატომ? ისეთ ფილად მეკცევით, რომ თავს უხერხულობ ვხსნობ. გმადლობ, მაგრამ აქ ვეღარ დავრჩები. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. მოთმინებისთვის, მასმინძლობისთვის და საერთოდ ყველაფრისთვის. მადლობთ. ესე იგი მიდიხარ და შენს გაფუჭებულ საქმეს ჩვენ გვიტოვებთ? ასეა? აქ დაგვირდი რომ ზარალს შრომით აგვინაზღაურებდი. შენ და ორკულს იმ მშენებარე სახლში არ უნდა გემუშავათ? ასე ასრულებ პირობას. ჰა, პირობა შესრულება უნდა. სასაცილოს ვერაფერს ვხედავ. სანამ იმ სახლს არ აღადგენ, აქედან ფეხსაც ვერ მოიცვლი. თან სანამ ბოლომდე არ დასრულდება, არა დედა? ჯერ სახლი უნდა ჩავარდეს. რჩები ხომ? მეგობარო, რჩები არა? პირობა უნდა შევასრულო. ჯერჯერობით ამ სახლში მოგიწევს დარჩენა. ოღონდ პრობლემებს უნდა მოერიდო. გთხოვ. ტელეფონი მჭირდება. კიდევ რა გინდა? შაგერ, სასწრაფოდ უნდა დავრეგო. რამე მოიფიქრე. შაგერ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემს მას პრობლემები აქვს. სამუშაოს რომ მორჩები, მე შეგიძლია წახვიდე. ხო, სადაც მოისურვებ იქცადი. ჩემი საქმე არ არის. მაგრამ ამ წუთას ერთადერთი რაც მაინტერესებს შენი მოცემული პირობაა. მორჩა. შევთანხმდით. რა მაგარია? ოღონდ არ მითხრა რომ ის ბიჭი ისევ აქ არის. შეუძლებელია. ენდერ ვეღარ გცნობ. ვერ გცნობ. დილამშვიდობისა, ბატონო ასიმ. ეს უკვე მეტის მეტია. სასწრაფოდ უნდა დავილაპარაკოთ. სასწრაფოდ. იამან, არსად არ წახვალ. დიასელი, მართლა საკმარისია. არ მინდა ჩემს გამო უსიამოვნება მოხდეს. კმარა, ზეგან ამაზე ხომ ვისაუბრეთ. არსად არ წახვალ, მაგრამ ბიძია, დავამთავროთ. მოიცადე რა შვები. ზოგიერთს ძალიან ზედმეტი მოსდით, მაგრამ კარგია, რომ მოთმინებისა და დუმილის დიდი უნარი შემწევს. ყველაფრის საფასური გადავიხადე იმისთვის, რომ ის არ მომხდარიყო, რაც ახლა მოხდა. სელიმ. მოკლედ, როგორც ხვდები, იამან, ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს. და ვერც ვერავინ ჩაერევა. ასე არ არის, ძვირფასო? ეს ჩვენი სახლია.
ასე რომ ვინ იცხოვრებს აქ, ვინ დარჩება, ვინ წავა და ვის მივიღებთ სტუმრად, ეს ჩვენი გადასაწყვეტია. მხოლოდ ჩვენი ოჯახის. ახლა გასაგებია? ესე იგი, ამ ბიჭის გამო, ომს მიცხადებ? რაც ბრძანებთ, თქვენთან საომარი რა მაქვს? უბრალოდ ჩემს საზღვრებს ვიცავ. მამა. იამანი აქ დარჩება. არა, მომეცი. ბაბუა, ეს ყველას გვინდა. მაშინ ერთ რამეს გეტყვით. მალე გამიხსენებთ. თანაც დიდი სინანულით. წავედით. დაგვაგვიანდება. მოდიხართ? გადით. არაფერს მეტყვი? მშენებარე სახლში მივდივარ. არა. სახლში იქნები? ხო. კარგი. მეც გაკვეთილი მაქვს. ასე რომ ყველას ჩვენი საქმე გვაქვს. შენებლობაზე მუშაობა კი ყველაზე მთავარია. აბა შენიცი, თავი გამოიჩინე. მე დავდამანახა იმ საფრთხობელასთან ერთად, როგორ იმუშავებ. დიდი დაძაბულობა მოგელის. იამან. შეეცადე მოერიდო. იმ კაცს არ ვთქმევინებ, მალე გამიხსენებთო. სწორედ ამის გაგონება მინდოდა. წავედით. კარგია რომ იმ უბედურ შემთხვევას არავინ ემსხვერპლა. მაგრამ იამანი ლამის მოკვდა ბატონო მიდათ. კარგია რომ ორკუნმა დროულად შეძლო დახმარება. როგორც ჩანს შენობის უსაფრთხოება არასაკმარისადაა დაცული. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა დროულად უნდა ჩართულიყო. თუმცა კარგია რომ სათვალთვალო კამერა ჩართული იყო და ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მოხერხდა. როგორც ვიცი, ამ სახლში კამერები ჯერ არ დაუმონტაჟებიათ ქალბატონო ენდერ. მაგრამ ნუ ღელავთ, შენობის უსაფრთხოების ზომების უწესრიგობით თავის მართლებას არ ვაპირებ. მის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე არ ვისაუბრებ და მოყენებულ ზარალს მაინც ავანაზღაურებ. თუმცა თქვენს ადგილას ამ ბიჭისგან შორს დავიჭერდი თავს და მორიგ უსიამოვნებებს თავიდან ავირიდებდი. იამანის დადანაშაულებით ორკუნს ვერ გაამართლებთ. მე მხოლოდ აუცილებელი ზომების მიღება შეგახსენეთ. მაშინ პირველ რიგში ორკუნს უნდა ასწავლოთ, რომ ცეცხლთან თამაში არ შეიძლება. კარგი, ყველაფერი დასრულდა. წარსულს ჩაბარდა. წარმატებებს გისურვებთ. გმადლობთ. ყველა ხარჯს მე დავფარავ. ანგარიშები ჩემს კომპანიაში გადმოგზავნეთ. კარგი. ნახვამდის. ახალი თავგადასავალიც იპოვე. დათქმი. ისიამოვნე. დროებით. შეიძლება შემოგიარო, დამელოდე. სერიოზულად მოიქეცი. კარგი. დიახ. ბიჭს იამან კოპერი ქვია. იგივე ბიჭია. ის არის სახლი რომ დაწვა, ხო? შეეცადე გაარკვია. გმადლობ, სელიმან. მამა? მამა მისი ჰორიზონტზეც არ ჩანს. ხო, რასაც იპოვე. მის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით. გმადლობ. გმადლობ. შენ ზარს დაველოდები. გმადლობ ძვირფასო დროებით. დროებით. თვალი არ მოაცილოთ. მოგელავთ ქალბატონო ენდერ. მათაც იგივე სამუშაო შეასრულონ, რასაც ხვები აკეთებენ. თქვენი იმედი მაქვთ. არ ინერვიულოთ. ჩემს დაბრუნებამდე ყველამ თქვენი საქმე უნდა აკეთოთ.
უსიამოვნებას მოერიდე. წარმატებას გისურვებთ. რამე გვიმღერე, უფრო ხალისიანად ვიმუშავებთ. ამბობენ, როგორ არის? რაც უნდათ ის თქვან. რატომ არ მღერი? ჩემი აზრით, შენი გენის პატრონს კარგი ხმა გექნება. დრო მოვა მაგ სიმღერის შესრულებას მართლა გაიძულებ. რა იყო? ჩხუბი აგიგზალეს? თუ ცემა მოგიხდა. მიიღეს აკადრესი არიფო. გაიგონეთ რა მითხრა თქვენმა შვილმა. მამა შენი მართლა რომ მოსულიყო, მერე? გახსოვს რა გითხრა? შეიძლება შემოგიარაო. წატი შენი. ზრდილობა იქონია, თორემ გავბრაზდები. გისმენ. იცი ჯორფასო, ჯურგმულში მაცხოვრებლებს რა დამახასიათებელი თვისება აქვთ. მარტო თავს კი არ ირცხვენენ. რაზე მეუბნები? ნოიცინი. ხო მიხვდი ვიზაც გეუბნები. ხო, რა თქმა უნდა, ზუსტად ასია. ხო, ჯურგმულში გაზრდილებით ამამად დააბიჯებენ და ურცხვად თავხედობენ. გესმის საყვარელო? იამანი მანდარის? ხო. სამწუხაროდ არ წასულა. ძვირფასო, ცოტა ხანს კიდევ მოგიწევს ნაგვის სუნის ატანა. მომეცი მე წავიღებ. მოგიწევს, სხვა გზა არ გაქვს. სათხარ. დამწვარ სახლში. ქალბატონ ენდერს დაუპირდი, რომ თვალს არ მოვაცილებდი და თავის გაფუჭებულს ბოლომდე აღვადგენინებდი. თუმცა ვერ მოვითმინე და მეც ჩავერთე მუშაობაში. შენ მაგას არასდროს იზამ, თუ ძალით არავინ გაიძულებს. ახლა უფრო მეტად დამაინტერესა იმ ღამით მომხდარმა ხანძრის ამბავმა. რომ არ გადამერჩინა ახლა მკვდარი იქნებოდა. მისი ადგილი სწორედ იქ იყო. კარგი, უბრალოდ დაგირეკე, რომ მე თქვენ სადაც ვიყავი. ცოტა ხანს კიდევ მომიწევს აქ ყოფნა. ოღონდ მორიგუთ ახმოებას მოერიდე. ნუ ღელა, ყველაფერს ვაკონტროლებ. ორგუნ, გთხოვ, თავი დაანებე. მეც მიყვარხარ ძვირფასო. საღამოს შევხვდებით. წარმატებები მისურვე. ნახვამდის. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.